შეეხება რომ ის მისი ძირითადი მიზანი არის რომ დაგვენახოს იქ უშვებს იდეალურსა და იდეალურს. მოკლედ, როგორც ვთქვით, მე-19 საუკუნის ეპოქა ძალიან პოპულარი იყო ქართული ხალხისთვის და ცენზურა კრძალავდა იმისათვის, რომ ბოლომდე ქართულ ხალხს თავისუფლებელი ეჭვა. სწორედ ამიტომაც მოხდა ამ ერთ-ერთი რომანტიზმის განვითარება, რამაც ქართულ ხალხს მისდევში და გადაატარდა ის უდიდესი ტკივილი, რომელსაც თავისუფლად დაკარგვა ხალხი. რა დროა ის ალექსანდრე ჭავჭავაძე დაიბადა 1796 წელს პეტერბურგში. მისი მამა იყო გარსევან ჭავჭავაძე. ის რამდენიმე წლის წინაშე იყო საქართველოს ქართლის სამეფოსა რუსეთში. მან მოაწერა ხელი გეორგიევსკის ტრაქტატს. ის ცნობილი ადამიანი იყო საქართველოს და რუსეთშიც, ყველა წრეში, მდიდრებში, ღარიბებში, გადასახლებულ ქართველებში და ამიტომ ის იყო შეუცვლელი არჩევანი ერეკლე მეფისა რუსეთში ელჩობისთვის. როდესაც დაახლოება მოუნდა რუსეთის იმპერიის წარმომადგენლის ქართლის სამეფოსთან, მაშინ ეკატერინე მეორე მონათლა ალექსანდრე ჭავჭავაძე. იმ ბალისე, რომელზეც ის მონათლეს, შემდეგ მონათლეს სამეგრელოს მთავრობა. ალექსანდრე ჭავჭავაძის ბიოგრაფია? ეგ არის სულ? გაიცან. 1812 წელს ალექსანდრე ჭავჭავაძე გზავნია კახეთში აჯანყების შესაძლებლად. ალექსანდრე ჭავჭავაძე ყველანაირად ეცადა, რომ თქვენი სიტყვის გაეგვარებინა ეს აქტი, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ის ძალიან წუხდა, რომ თავისი თანამოძღვრების წინაშე უნდა ეყო, მაგრამ ომი გარდაუვალი იყო. პოეტი ყველანაირად ცდილობდა, რომ დიდი უბედურების გარეშე დამთავრებული იყო ეს აჯანყება, მაგრამ ასეც მოხდა, მაგრამ თვითონ ალექსანდრე ჭავჭავაძე გინაღამ შეეწირა ამ აჯანყებას. ერთ-ერთ მაგნეტმა იგი ფეხში დაჭრა. როგორც ჩანს, ვერც გლეხმა გაიმედეს თავისი თვა. ჯანკი. დადგინდა ფურცელი კაცო. ნინო ჭავჭავაძე თავისი მეუღლე ალექსანდრე გებორგალი გაიხსნა არახვედროვან სასწავლებელში, სადაც ისინი ძალიან ჭკვიანები იყვნენ, ესე იგი ალექსანდრე გრიბოედოვმა არახვედროვანთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და ამის მეშვეობით გაიცნო ჭავჭავაძეები და დაუახლოვდა მათ. იქ გაიცნო ნინო ჭავჭავაძე და პირველი დანახისთანავე ალექსანდრე გრიბოედოვმა ეგრევე ამოარჩია და ასწავლიდა მას მუსიკას. ისინი ძალიან ხშირად იყვნენ ერთად, სცენური სცენებით, იშვნენ ბაღში. კიდე ისინი გასნობიდანვე ძალიან მალე დაქორწინდნენ 1828 წლის 22 აგვისტოს სიონის ტაძარში, საიდანაც მერე მათ საქორწინო ცერემონია და ნადიმი წინანდალის მამულში გააგრძელეს. მათ გახსნეს ნინოს ქორწილამდე 16 წლით ადრე შენახული ღვინო და იქეიფეს. ანუ ალექსანდრეს და ნინოს ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, ისინი ყოველთვის ერთად იყვნენ და როდესაც ალექსანდრეს თავისი სოდნის გამო უწევდა საზღვარგარეთ წასვლა, მათ ძალიან უჭირდათ საქმის გამო უჭირდათ განშორება, მაგრამ უხდებოდათ ასე ერთ-ერთ წერილში გრიბოედოვი ნინოს ეუბნება, რომ როდესაც მორჩებოდა თავის საქმე, საოცრება დაბრუნდებოდა და წინანდალში საცხოვრებლად სამუდამოდ დაბრუნდებოდნენ. ისინი ძალიან ხშირად ცეკვებდნენ ერთად და ერთ-ერთ ბაღს, რომელიც ძალიან უყვარდათ მათ, სიყვარულის ბაღიც დაარქვეს. სამწუხაროდ ალექსანდრე გრიბოედოვის სპარსეთში გაგზავნების შემდეგ ქორწილიან 4 თვეში ალექსანდრე მიწერა ნინოს, რომ შეიძლება ვეღარ დაბრუნდაო და ცხოვრო თბილისის მამადალთის მონასტერში დამასაფლავეთო.
ქმნის სიკვდილმა ნინოზე წარმოუდგენლად მძიმე მიმოქმედა. 1929 წლის ივლისში ალექსანდრე გრიბოდოვი თბილისში მთაწმინდაზე წმინდა მამა დავითის ეკლესიის ეზოში დაკრძალეს. ნინო მისი საფლავის ფაზე შემდეგი სიტყვები ამოაკვეთინა: შენი აზრები და საქმენი მილუსი ერის მეხსიერებაში სამარადმჟავად აღიბეჭდება, მაგრამ რატომ აღმოჩნდა ჩემი შენდამი სიყვარული შენზე უფრო დღეგრძელი. ალექსანდრე გრიბოდოვის სიკვდილის შემდეგ ნინო მხოლოდ 16 წლის იყო და გარს უთვალავი თაყვანისმცემელი ეღვია, მაგრამ ნინო აღარ გათხოვილა.